როგორ აღმოჩნდა სუსისხალში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც ქვეყანა მალულად 2025 წლის მარტში დატოვა. ივანიშვილის ბიტკოინების მითვისების საქმეზე მსჯავრდებულმა ბაჩიაშვილმა სავარაუდო გატაცების დეტალებზე დღეს გამართულ პროცესზე ისაუბრა. მისი მტკიცებით ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით 24 მაისს უცხო ქვეყნიდან გაიტაცეს. თვალები აუხვიეს და 2 დღის შემდეგ აირძენას თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი მისი დაკავების ოპერაციას საერთაშორისო დანაშაულს უწოდებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. არანაირად არ დაბნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. და დღეს მე ამას კიდე ერთ ახალ ძალიან დიდ საერთაშორისო დანაშაულის შესახებ ვიდა შეთანხმებით. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახოვული მატარეს, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩატენეს აიგზენას ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველანაირი ახალგამარტების გარეშე ყველა კანონის დარღვევით ჩაომიყვანეს მოტაცებული საქართველოში. საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს, სხვადასხვანაირი გართულებებით და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას უთმობს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რის გამოც რასაც მოყვა ასეთი მოქმედება ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრა, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და საერთაშორისო გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბებით. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების სულ სხვა ვერსიაზე საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. ანდრე ოხანაშვილის უწყება ამტკიცებდა, რომ ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რის შესახებაც მათ 26 მაისს ანონიმური შეტყობინებით გაიგეს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს და უკანონო ქმედებების გამო ქართულ ოცნებას პასუხისგებას უანონსებს. საქართველოს ხელისუფლებას არ ქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის. იმიტომ რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად, ინტერპოლს არ გაუჭირდა რამოდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩაომიყვანეს საქართველოში. მითის დაარღვევეს არა მარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა და იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი. მე ვთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევთხოვინებ გამოძიებას. არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას რა ქვეყანაში ცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს სამწუხაროდ მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი პირდაპირ გეტყვით. კიდევ ერთხელ დავამბობ, დღეს ყველა სამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს და ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან თია წულუკიანის შოუები უნაგონი იქნება დამიჯერეთ. ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის ჩემი პროკურორის. ბორტი, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობდა, ფლაირადარ 24-ის მონაცემებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 26 მაისს გაფრინდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, ჩაფრინდა დუბაიში და მალევე დაბრუნდა უკან. თემასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა ჯორჯიან ეარვეისმა. ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს. სურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებული.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ სავარაუდო გატაცების შესახებ განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ადვოკატი საქმის გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებებს მიმართავს. ინფორმაცია, რაც ბაჩიაშვილმა მიაწოდა დღეს სასამართლოს, არის გამოძიების დაწყების საფუძველი. 1. მეორე, მტკიცებულების მოპოვება არათუ კომპეტენცია ვალდებულებაა გამოძიების, ვინაიდან სანამ გამოძიება არ დაიწყება, მხარეს არ წარმოადგენს ბაჩიაშვილი იმ კონკრეტულ საქმეზე, ანუ როგორ არის მარტივად მოქმედი კანონმდებლობით. სანამ ვინმეს მიმართ დევნა არ იწყება, დაცვის მხარეს პროცესუალური უფლებები არ გააჩნია, ვერც ამოღებას, ვერც გამოთხოვას სამწუხაროდ მოქმედი კანონმდებლობით ჩვენ ვერ გავაკეთებთ. თუმცა ბრალდების მხარე ვალდებულია ყოველივე ზემოაღნიშნულ ჩაატაროს. გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი გამოძიების კვლევის საგანია და ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე მიმდინარეობს. არადა სუსი, არა ბაჩიაშვილის სავარაუდო გატაცების, არამედ მის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს იძიებს. ის საკითხები, რაზეც დაამახვილა ყურადღება, მათ შორის გულისხმობს და მოიცავს ეს გამოძიება, რასაც თქვა უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აწარმოებს, შესაბამისად ბუნებრივია საზოგადოებას ეს უწყება მიაქვს. ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრშიც. ეს იყო მუხთარლის რევერსი, ასე ვთქვათ, ანუ ემირატებთან სამწუხაროდ იყო ერთგვარი გარიგება და პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაც თავიდანვე ამაზე მიუთითებდა, იმიტომ რომ მათთვის ამგვარი საერთაშორისო პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია. და გარიგება გაცვლა, რის საფუძველზეც გადმოსცეს ივანიშვილს და შემდეგ აქ ვითომ აიყვანეს ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საღიაზი გააჩნია, უბრალოდ ძალიან ბევრს გაიცინებს იმის წარმოდგენაზე, რომ ბაჩიაშვილმა გადაწყვიტა, რომ ესეირნა ივანიშვილის მიდამოებში, აი ნეიტრალურ ზოლში, სადაც რასაკვირველია მისი დაპატიმრების შანსი იყო განუზომლად უფრო მაღალი, ვიდრე იყო ნებისმიერ სხვა წერტილში, მათ შორის თუნდაც ემირატების ტერიტორიაზე. ამიტომაც ამ ვერსიას არავითარი სარწმუნო არ ამიტომაც ამ ვერსიას არაფერი სარწმუნო არ გააჩნია, ის არის საკმაოდ სასაცილო ვერსია და მე ვფიქრობ ყოველთვის ძალიან ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე, ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა. ყველაფერს ფული განაპირობებს. 1 მილიარდი დოლარი აქვს ადამიანს მოპარული. ასე არის შეშციცინებენ და ცაცქლიან ბიტკოინზე იმისთვის რომ შერაცხონ ის პოლიტპატიმრად. ნაყიდი პოლიტპატიმარი ადამიანი ნაყიდი რო გექნება პოლიტპატიმრობის სტატუსი, ეს ხო კიდე აჩვენებს რა დონის საერთაშორისო თაღლითია ეს ადამიანი. გიორგი ბაჩიაშვილმა სავარაუდო გატაცების შესახებ განცხადება მის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ ეგრეთ წოდებულ მტკვარი ჰესის საქმეზე გამართულ პროცესზე გააკეთა. მას სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით ეგრეთ წოდებულ მტკვარი ჰესის საქმეზე წინა სასამართლოს სხდომის ვადა გაგრძელდა და სხდომა 24 ივლისს 12 საათზე გაიმართება. დღესვე მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელსაც დაცვის მხარეც დაეთანხმა და გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ამ საქმეზე გააუქმა, რადგან ბრალდებულს ივანიშვილის ბიტკოინების საქმეზე 11 წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარე და პოზიციები და მიაჩნია, რომ პროკურორის შუამდგომლობა, რომელსაც დაცვის მხარე ამ შემთხვევაში ეთანხმება, საფუძვლიანი და დასაბუთებულია ის საფრთხეები, რაც თავის დროზე საფუძვლად დაედო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეცვლას პატიმრობით. მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, როდესაც პირშევა მისჯილია თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, მის მიმართ პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია. სასამართლო პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მიზეზი სხდომის პატარა დარბაზში გამართვა გახდა. ბაჩიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ასევე ჟურნალისტებმა ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. მოთხოვნის მიუხედავად, დარბაზი არ შეიცვალა და სასამართლოს სხდომა ჟურნალისტებისა და ოჯახის წევრების მხოლოდ ნაწილი დაესწრო.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სულ 3 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთ-ერთი მათგანი საზღვრის უკანონო კვეთას შეეხება. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.